სტანდარტად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში რადიო იმედს უსმენთ FM 105-სა და 9-ზე 11 საათი და 20 წუთია და დაპირებული თემა ჩვენს ეთერში 112 გისმენთ. ხშირია დარეკვის საჭიროება, სამწუხაროდ ხშირია ინციდენტი თუ სხვადასხვა საჭიროება თუ რატო ვრეკავთ 112-ზე და ერთგვარი იმედია ის ხმა, რომელიც ყურმილის მეორე მხრიდან გვესმის 112 გისმენთ, რა მისამართზე გესაჭიროებათ დახმარება. როგორც გითხეს, ეს არის მთავარი ფრაზა, რომლითაც იხსნება საუბარი. და თუ რა იხსნება ზოგადად 112-ის ოპერატიული სამსახურის მუშაობის მიღმა, ის რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორ მუშაობენ ოპერატორები, რა გადამზადება ჭირდებათ მათ, რა რაოდენობის ზარებს პასუხობენ დღის განმავლობაში და სხვა ბევრი საინტერესო შეკითხვა შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენს ინტერვიუში და ჩვენი სტუდიის სტუმარი უნდა წარმოვადგინოთ ლაშა ჩახავა, რომელიც არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ადმინისტრაციის უფროსი. ხო, სწორად ჩამოვაყალიბეთ ბატონ ლაშა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები რადიო იმედის მსმენელებს და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა პირიქით ამ საინტერესო თემისთვის, რომელიც მომაწოდეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის გაგვეზიარებინა. დღეში 10,000-მდე ზარი შემოდის 112-ზე და ერთ ოპერატორს დღეში უწევს სადღაც 200-მდე ზარის პასუხი, ხომ? ანუ მინიმუმ ეს ინფორმაციაც კი საკმარისია იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ რა რაოდენობის სისტემა იმართება განსაკუთრებით ოპერატიულ სამმართველოში, რომელიც ახლა ჩვენი საუბრის მთავარი ფოკუსია, ასე ვთქვათ. კი ბატონო, გეთანხმებით, ზოგად კონტექსტს რო გადავხედოთ, ეროვნული უსაფრთხოებისთვის 112 წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტს და შესაბამისად წარმოიდგინეთ, რომ პირველი ინფორმაცია საზოგადოებისგან შემოდის 112-ში, რომელიც უკვე გადაეცემა შესაბამის სამსახურებს რეაგირებისთვის. გამომდინარე აქედან, მაგალითად 2025 წელი რომ ავიღოთ, 4 მილიონი ზარი შემოვიდა წელიწადში, ეს არის სადღაც 11,000 ზარი თვეში. წინა წლებში კიდევ უფრო მეტი ზარი იყო. მახსენდება COVID პანდემია, როდესაც 7 მილიონი ზარი დაფიქსირდა, გაორმაგებული ზარების რაოდენობა იყო. COVID პანდემიის დროს და კიდევ უფრო რთული იყო დარეკვა, შემდეგ ახალი ნომერიც დაემატა, რომ ეს ზარების გადატვირთვა. იყო დიდი მოლოდინი და ამიტომ გაიხსნა ალტერნატიული ცხელი ხაზი, სამთავრობო ცხელი ხაზი 154, რომელიც დაფუძნებული იყო 112-ის ბაზაზე. თავად 112-ს თავისთავად ბევრი ფუნქცია აქვს შეთავაზებული, ხო, გზა უსაფრთხოება იქნება ეს ვიდეო კამერებით სხვადასხვა, მაგრამ ჩვენ ახლა ზუსტად ეს ოპერატიული ნაწილი გვაინტერესებს, ამაზე გავაკეთოთ აქცენტი და აი შიგნიდან დანახული ეს სივრცე როგორია. ჩვენთვის ეს მისტიურია, რომ ვრეკავთ და გვესაუბრება ვიღაც ხმა. იქნებ იქიდან დაგვანახოთ ოპერატორები სად არიან ფიზიკურად გადანაწილებული, რა მომზადებას გადიან იმისთვის, რომ ეს სამსახური ჩაიბარონ, იმიტომ რომ მე მგონი რთული სამსახურია, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი კარგზე აქ არავინ რეკავს. ყველა რეკავს რაღაც პრობლემით და აბსოლუტურად გეთანხმებით. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ოპერატიული სამსახური არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური ყველა ჩვენგანისთვის. ვინაიდან 24 საათის განმავლობაში ოპერატორები ცდილობენ სრულიად ემოციური მზაობით ისაუბრონ ადამიანებთან, იმ ადამიანებთან, რომლებთაც თუნდაც ნეგატიური განწყობა აქვთ იმ წუთას. ან უჭირთან დაბნეული არიან, ან ჩხუბობენ. დიახ, ადამიანი, როდესაც განსაცდელშია, როდესაც რაღაცა გარკვეული დაბრკოლებები აქვს, ან რაღაცა განგაშის წინაშე დგას, გირეკავს 112-ში და რა თქმა უნდა, გიყვება თავის ამბავს და ეს წამებში უნდა მოახერხო, რომ რამდენიმე წამში ეს ინფორმაცია ანალიზი გაუკეთო და ეს არის სინქრონული პროცესია. საუბრის დროს მომენტალურად გადაცემს ინფორმაციას შესაბამის სამსახურს, რომ დაიწყოს რეაგირება. აი რამდენ ხანში? დაახლოებით ჭირდება 40 წამი. პირველად, როცა ადამიანი მოქალაქე გვირეკავს, სადღაც არის 5-4 საბაზისო კითხვა, როგორც არის სახელი, გვარი, რა მოხდა, სად მოხდა და შესაბამისად ამ ინფორმაციას პარალელურად გადაცემს შესაბამის სამსახურს. რა თქმა უნდა, მოსახლეობის გულისწყრომა ზოგ შემთხვევაში გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ზედმეტი კითხვა, როდესაც სტრესული ფონია, როდესაც ემოციური ფონია აქვს ადამიანს, ძალიან რთულია, რომ დამატებითი კითხვები მოისმინო, იმიტომ რომ იმ წამს გინდა რეაგირება. და გასაბრაზებელიც არის, მე გქონია შემთხვევა, რომ მაგალითად ქუჩაში ვიღაცას ვეხმარები. საერთოდ არ ვიცი ან რამდენი წლის არის ეს ადამიანი, ან რაღაც და გონია რომ ამაში დრო იკარგება და აი ეს აგვიხსენით, სინამდვილეში არ იკარგება ამ საუბარში დრო? აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის ინიციატორის, ან მოქალაქე ვინც რეკავს, იმის გადმოსახედიდან დანახული და ეს ბუნებრივი პროცესია, ალბათ მეც რომ ვიყო, მეც ეგრე ეგეთი ხო და ეხლა თქვენი მხრიდან დაგვანახეთ სინამდვილეში რა ხდება. რეალობა არის რა, როდესაც პირველ საბაზისო კითხვებს ამოწურავს, ოპერატორი გადასცემს ინფორმაციას და იწყებს უკვე დამატებითი კითხვებით საერთო სურათის შექმნას და დაზუსტებას. ვინაიდან ბრიგადა იქნება, ეს თუ ეკიპაჟი იქნება, მათ
ცოცხალ რეჟიმში ჭირდებათ განახლებული ინფორმაცია. ისინი მაინც მოდიან ყველა შემთხვევაში. ისინი დაძრულები არიან, იწყებენ რეაგირებას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად ავტოავარიის შემთხვევა რა ვიღოთ ინციდენტი. შესაძლოა მოქალაქე გვირეკავდეს და ითხოვდეს სასწრაფო დახმარებას, მაგრამ ამასთან ერთად შეიძლება ჭირდებოდეს სამაშველო სამსახური, ვინაიდან ადამიანი ვერ გადმოყავდეთ მანქანიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ან თუ არასრულწლოვანია, მაგალითად, მას ჭირდება პროფილური სამედიცინო კლინიკა და ასე შემდგომ. ანუ ეს განახლებული ინფორმაცია ისევ და ისევ არის მოქალაქის ან კონკრეტულად ვიზეც ხორციელებას არის მისი უსაფრთხოების ინტერესში. ანუ ბრიგადა თან გზაშია და თან განახლებული ინფორმაციას იღებს პარალელურად. ჩვენ გვაქვს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაინსტალირებულია მანქანებში, შესაბამისად განახლებული ინფორმაციას ხედავენ ეგრეთ წოდებულ ონლაინ რეჟიმში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბრიგადა მომზადებული მივიდეს უკვე იქ, ან თუ დამატებითი სამსახურის ჩართვა დაჭირდა, ან დამატებითი ბრიგადის ჩართვა დაჭირდა საჭირო, რომ სრული მობილიზაცია იყოს ამ ინციდენტთან მიმართებაში. ანუ არ უნდა გაუბრაზდეთ შეკითხვებზე და არ გვეგონოს რომ დრო გაიწელა. კი ბატონო, ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ისევ და ისევ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად ზარის ხანგრძლივობა, ზოგ ძალიან დიდი დრო ეჩვენება, მაგრამ ზარის ხანგრძლივობა საშუალოდ რო ავიღოთ არის 2 წუთი. მეტი არა 2 წუთში ეტევა ყველაფერი. რა თქმა უნდა არის ინციდენტები, გააჩნია რა დიაპაზონი, სიმძიმის დიაპაზონი, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად პროტოკოლების და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჭირდება ზარს გახანგრძლივება. აი ეს მინდოდა მეკითხა, ანუ ოპერატორი რისთვის არის მზად, რომ მალე ამოწუროს საინფორმაციო საუბარი, თუ პირიქით გაწელოს ლაპარაკი, რომელ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, ეს თვითონ უნდა მიხვდეს და გამოიცნოს, თუ ეგრე ხდება. გააჩნია შემთხვევას, გააჩნია საქმეს. ვინაიდან არის პირველი არის, რომ რაც შეიძლება დროულად მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება და გადავცეთ ინფორმაცია და უკვე უპასუხოთ შემდეგ ზარს. მაგრამ არის ინციდენტის ტიპები, რომელიც საჭიროებს ზარის გახანგრძლივებას. მაგალითად, თუ რეკავს არასრულწლოვანი და პირველ რიგში არასრულწლოვანს უნდა ვესაუბროთ იმენაზე, პროტოკოლით არის ესეც გაწერილი, იმენაზე, რომელიც მისთვის არის მისაღები და ამავდროულად თუ ოპერატორი შეამჩნევს, რომ ბავშვს აქვს შიშის ფაქტორი ან ითხოვს თქვათ რაღაცა დახმარებას, მანამ რჩება ხაზზე, სანამ არ მოხდება შესაბამისი რეაგირება. ანუ არ უციშავს, არ უწყვიტავს. ასევე არის კიდევ უფრო მძიმე ინციდენტის ტიპები, რომლებთანაც ხაზზე რჩებით, მანამ სანამ არ მოხდება საბოლოო რეაგირება. აი თქვა, და ვერ ვამბობ რა ხდება. ან მაშინებენ, ან სადღაც ვარ გამოკეტილი, ან ძალადობის მსხვერპლი. აი რაღაცა მომენტია და ვერ ვამბობ. ანუ როგორ უნდა გაგაგებინოთ, რომ მოხვიდეთ? ეს არის აბსოლუტურად ოპერატორის პროფესიონალიზმზე დამოკიდებული, ვინაიდან გადიან სპეციფიკურ ტრენინგებს, გადამზადებებს პერიოდულად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრენინგ ცენტრი, სადაც ვამზადებთ ახალმოსულ თანამშრომლებს და ასევე ხდება პერმანენტულად გადამზადება ჩვენივე თანამშრომლების, გვყავს ფსიქოლოგი და არის ინდივიდუალური სესიებიც. ან მოთხოვნის შემთხვევაში და ფსიქოლოგი ჩართულია ყველა ამ პროცესში, აბსოლუტურად გადამზადების პროცესში. ანუ ემოციური მზაობა და ეს ემპირიული გამოცდილება, მაინც ინტუიცია, მაინც კარნახობს ადამიანს აუცილებლად. ხმაზე ხვდები, რამეს ეკითხება, რომ დაუდასტუროს თუ. ძალიან საინტერესო ზარები და ძალიან საინტერესო საქმეები აქვს ნამართი ოპერატორებს, მართლაც მე ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ და ყველა თანამშრომლის მიმართ, ვისაც 112-ის ირგვლივ ესეთ ბევრი სიკეთე უკეთებია და თუ გნებავთ გეტყვით, აი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეს მაგალითად პირველი ეს მაგუნდება ყოველთვის. ჩვენმა ერთ-ერთმა ძვირფასმა ოპერატორმა 2 წამიან ზარში ამოიცნო, რომ იქ საქმე არ იყო კარგად. აი რანაირად? ზარი ზუსტად 2 წამია ზარი და ისმის მხოლოდ ამოსუნთქის ხმა. ვაიმე. ოღონდ ამასაც კარგად უნდა მოსმენა, რომ ის ხმა, ამოსუნთქის ხმაც გაიგონო. და ოპერატორმა გადაურეკა. რა თქმა უნდა, იქ სხვადასხვა ადამიანები ელაპარაკნენ. იყო გზის არევის ცდელობა, მაგრამ აქ არაფერი არ ხდება და გვერეკა შემთხვევით და რაღაცები. მაგრამ ისუნთქვა იყო მანიშნებელი? ოპერატორის პროფესიონალიზმმა მაინც თავი იჩინა, შესაბამისად დაადგინა ზუსტი ლოკაცია, მათივე საუბრიდან გამომდინარე, გაუშვა შესაბამისი სამსახური და ადგილზე მისულ უკვე პოლიციას
დახვდა ძალიან ძიმე ფაქტი. და შემდგომ ეს ვერ ამბობდა ეს ადამიანი. ეს იყო მნიშვნელოვანი ფაქტი იმისა, რომ შემდგომში რაღაცა ფატალური შედეგი ან თუნდაც უფრო მძიმე შედეგი თავიდან არიდებულიყო და დიდი მადლობა ამისთვის. მას ეს არის მართლაც საოცარი კლასის პროფესიონალიზმი. ლოკაციის დადგენაც მნიშვნელოვანია. ანუ აი თუნდაც ბავშვის შემთხვევაში თქვა მძიმე სხვა შემთხვევები და ძალადობა რო გამორიცხოთ, შეიძლება ვერ ამბობს ადამიანი მისამართს. როგორ ხედავთ და აქვე ვთქვათ, რომ მობილური აპლიკაციაც კიდე გაუმჯობესებს ამ ხედვას. აი თქვენ გითხარით როგორ ხედავთ ლოკაციას და მე გავხსნი ამასობაში მობილურ აპლიკაციას. პირველ რიგში მინდა ვახსენო, როდესაც ოპერატორი მოქალაქეები იმაზეც ვთქვათ ღიზიანდებიან, როდესაც ვთქვათ აზუსტებინებენ მისამართს. ვინაიდან ხშირად არის დუბლირების შემთხვევები. მაგალითად თბილისში გვაქვს რამდენიმე ჭავჭავაძის ქუჩა. კი ბატონო, ალექსანდრესთან მე ვცხოვრობ ახლოს მაგალითად. საქართველოს მასშტაბით გვაქვს მაგალითად 23 თუ არ ვცდები ახალსოფელი. ახალსოფელი და იქ რაიონი რამდენიმე სამება და ასე შემდგომ. ამიტომ დაზუსტებული ინფორმაცია ლოკაციის შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონულ და რაიონულ დონეზე. მაგრამ რაც შეეხება დეტექციის პროცესს, აქ ყველაფერი არის მობილურ ანძებზე დამოკიდებული, ვინაიდან როგორ ფარავს, რომელი მობილური ანძა ფარავს იმ კონკრეტულ ადგილს, ჩვენ ლოკაციას ვხედავთ, მაგრამ თლად აკურატული არ არის, დაზუსტებას საჭიროებს აუცილებლად. რაც შეეხება მობილური აპლიკაციით, კი თან გამოვაჩენ კადრში 112 ჯორჯია, შეგიძლიათ ჩაწეროთ App Store-ში თუ Play Store-ში, გააჩნია რა ტიპის ტელეფონი გაქვთ და პირდაპირ ეს წითელი ფონი აქვს. და შეგვიძლია დავაყენოთ და რა საუმჯობესებს აი ეს აპლიკაცია. ეს არის აპლიკაცია ალბათ ყველა მოქალაქეს, ყოველ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს და ტურისტებს უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან აპლიკაციის გადმოწერის შემთხვევაში მას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია. პირველი ლოკაციის დადგენის ფუნქცია აქვს, რაც არის GPS სისტემაზე მუშაობს. ოღონდ რა თქმა უნდა აპლიკაცია გეკითხებათ გსურთ თუ არა რომ გაგიაქტიურდეთ პერსონალური ინფორმაციის თვალსაზრისით პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე საუბრობდით და ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ GPS კოორდინატებით ძალიან მარტივად შეიძლება ზუსტი ლოკაციის დადგენა. და აპლიკაციას გააჩნია ჩუმი განგაშის ღილაკი, SOS-ი. მაგალითად თუ არის ესეთი გარემოება, საიდანაც ვერ რეკავთ მაგალითად დააჭერთ ამ ღილაკს და ავტომატურად შემოდის 112-ში ზარი. სხვა შემთხვევაში აქვს ჩუმი ასე მიმოწერის ფუნქციაც. რომ შესაძლებელი არის რომ ოპერატორთან მიმოიწეროთ ისევ და ისევ გარემოებებიდან გამომდინარე. ასევე ადაპტირებულია ეთნიკურად სხვადასხვა ენებზე და შიშიმო პირებზე, ხო? ყველა ეთნიკურ ენას მოიცავს აპლიკაცია საქართველოში და ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც. და არის სპეციალური იქ უნდა გააქტიურდეს შესაბამისი ღილაკით და ჩვენ ყავს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები და შესაბამის ადამიანებს უწევენ დახმარებას ჟესტური ენით. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენ ვუშვებთ, რა არის? ეს არის არამიზნობრივი დარეკვა, მაგრამ იქნებ მე მიმაჩნია ჩემგან გამომდინარე, რომ 112 მჭირდება. ინფორმაცია მინდა, არ უნდა დავრეკოთ ინფორმაციის მიღებაზე? ვინაიდან 112 არის საგანგებო ნომერი, მნიშვნელოვანია რომ დავრეკოთ მიზნობრივად. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ზოგადად 112 ასოცირდება კრიზისების მართვასთან ძირითადად, ვინაიდან აი სტიქიებთან და ასე შემდგომ და მაკროდონეზე და მიკროდონეზე ეს გამოწვევები მუდმივად არსებობს. მაგრამ თუ ვისაუბრებ სტატიკურ მოცემულობაზე, ხო, ამ შემთხვევაში თავარი გამოწვევა არის არამიზნობრივი ზარები. იმიტომ რომ ადამიანები რეკავენ და ზოგი ხუმრობს აბსოლუტურად. ზოგს უბრალოდ ცნობის მოყარეობის დონეზე აინტერესებს ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლიათ რომ ინტერნეტით მოიძიონ, ან შესაბამის სამსახურს დაუკავშირდნენ და იქიდან გაიგონ ინფორმაცია. და ამ დროს რას ვაშავებთ? ვაცდენთ ოპერატორს? მთავარი დანაშაული რა არის? იმიტომ რომ თუ ხაზი ისე არის მორგებული, რომ აუცილებლად ვიღაც გვიპასუხებს და ეს არის ცხელი ხაზი, მაინც ოპერატორის გაცდენა მთავარი. იმიტომ რომ ეს არ არის, თქვათ, გადაუდებელი დახმარებისთვის ზარი, ეს არის სტანდარტული ზარი, მაგალითად ზოგი შეიძლება იყოს საკონსულტაციო ხასიათის და ამ შემთხვევაში თუ მოლოდინის რეჟიმია, სხვა ადამიანს მაგალითად ვისაც აქვს პირობითად კარდიალური შეტევა, მას ჭირდებოდეს დახმარება და ვერ ეხმარებოდა, იმიტომ რომ ვერ პასუხობს ზარს.
მაგრამ მე საზოგადოებას მინდა და მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, იმიტომ რომ ამის კლების ტენდენცია. არის ტენდენცია. დიახ, ეს არის კლების ტენდენცია და ცნობიერება გაცილებით უფრო ამაღლებულია ვიდრე იყო წინა წლებში. თქვენ ასევე გამოწვევებში მითხარით ერთი საინტერესო ფაქტი, როცა ჩვენ ამ ინტერვიუს ვამზადებდით, ჩემთვის ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ ამბობთ, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა. ქრონიკულად დამრეკი ადამიანები, რომლებიც რეკავენ და გამიზნულად ყვებიან ტყუილს და ძალიან გავს ეს ნამდვილ ინციდენტს. აი რა კატეგორიის ადამიანები არიან და თქვენ როგორ იქცევით ასეთ დროს? და რამდენად ხშირია ეს? ეს არის საკმაოდ ხშირი შემთხვევა. არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც პერმანენტულად რეკავენ 112-ში და აი ძალიან სერიოზულად მთელი დანამდვილებით გიყვებიან ისტორიას, ძალიან დამაჯერებელ ისტორიას, გარემოებას აღიღწერენ. ოპერატორი რა თქმა უნდა ამას პასუხობს და გადასცემს მეზობელთან რაღაც ხდება? რა თქმა უნდა არის იქ ძალადობის ფაქტი, არის რაღაცა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, თქვათ რაღაცა ყაჩაღობის ფაქტი და ასე შემდგომ. და ამაზე უკვე შესაბამისი სამსახურები აკეთებენ რეაგირებას. და ამ დროს ამხელა რესურსიც ცდება, ხო? და არაფერი არ არის. და თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი ზარი არის ძალიან ბევრი და თვის განმავლობაში შეიძლება ერთ ადამიანს ასეულობით ზარი დაუგროვდეს. ერთ ადამიანს. ანუ თქვენ მე მგონი ცნობთ კიდეც ასეთ ადამიანებს. ჩვენ ცნობთ კიდევაც ესეთ ადამიანებს. მაგრამ ვერ გააცდენთ ამ ზარს. ეს დღის წესრიგში. საერთოდ რაც თქვი, აი წინა ინციდენტებთან დაკავშირებით, აი კითხვა დამაზუსტებელ კითხვებთან დაკავშირებით, ეს არ არის საქართველოში დადგენილი წესი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტები და ყველა 112 იქნება ეს თუ სხვა საგანგებო ნომერი იმართება ამ სტანდარტებით და პროტოკოლებით. ამ შემთხვევაში მაგალითად ჩვენ ყოველთვის ვცვლით ინფორმაციას პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრების დროს ვითხოვთ მათგან და გვაქვს ესეთი კომუნიკაცია ხშირი. ესეთი დამრეკი ადამიანები ყველგან არიან. ანალოგიური არამიზნობრივი ზარებიც სხვა ქვეყნებისთვის არის პრობლემური და აგრეთვე ქრონიკულად ვინც რეკავს იმ ადამიანების ზარებიც არის პრობლემატური, მაგრამ ზოგ ქვეყანას აქვს ესეთი ხისტი გადაწყვეტილება საკმაოდ. და სხვადასხვა მიდგომები აქვს. ჩვენ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი და ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად რაციონალური და ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ აღნიშნული გამოწვევა დავძლიოთ. და დარწმუნებული ვარ, რომ ცნობთ თქვათ რომელიმე ადამიანს, მაგრამ მაინც ვალდებულებაში ჯერჯერობით სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რეაგირებას ვახდენთ ყოველ მის ბრიგადა. მაინც ყველა შემთხვევაში მიდის. საერთოდ ეს ცხელი ხაზის კულტურა რა წლების რაოდენობას ითვლის, რა ისტორიის მატარებელია. ეხლა თუ საერთაშორისო ინფორმაციას გადავავლებთ თვალს თავში, რაც ყველაზე მეტად მოდის, ეს არის ფილმებიდან დანერგილი კულტურა, რომ ამერიკულ ფილმებში 9-1-1-ზე რეკავენ ძირითადად, ჩვენთან არის 1-1-2, 9-9-9 არის მე მგონი ბრიტანეთში თორსა. ხო, აი, საიდან ჩამოყალიბდა პირველად იმის აუცილებლობა, რომ ცხელი ხაზი უნდა არსებულიყო? პრეისტორია რა აქვს? პრეისტორია ძალიან საინტერესო ისტორიაა. ზოგადად თუ გადავხედავთ ისტორიულ ფაქტებს, რაღაცა ინოვაცია ინერგება ყოველთვის პოსტფაქტუმ. რა საკის არის ცხელი ხაზი? ცხელი ხაზი არის დაახლოებით 1930-იან წლებში. ანუ 100-იც არა ჯერ. მაგრამ წინ საკმაოდ პრეისტორია არის საკმაოდ მძიმე. ბრიტანეთში შეიქმნა ცხელი ხაზი პირველად ლონდონში კერძოდ. ადამიანმა შენიშნა, რომ მეზობელ სახლში იყო ხანძარი ბინაში, ერთ-ერთ ბინაში და რა თქმა უნდა დარეკა, პირველი რაც გააკეთა დარეკა უნდა სახანძროსთან დაკავშირება. მაგრამ მაშინ მობილური კი არა, სატელეფონო კავშირი არ იყო ეს განვითარებული და შესაბამისად იქ კომუნიკაციის სპეციალისტები იჯდნენ, რომელიც დარეკვის დროს გადართავდნენ შესაბამის სამსახურებში და სამწუხაროდ მოლოდინის რეჟიმი იყო და ვერ გადართეს. და ძალიან ფატალური შედეგი მოყვა ამ ხანძარს, ემსხვერპლა 5 ქალბატონი, რის შემდგომაც ინიციატორმა უკვე მიმართა მთავრობას, გამოაქვეყნა სტატია და ამის შემდგომ დაახლოებით რამდენიმე წელიწად ნახევარში, 2 წელიწადში უკვე შეიქმნა ახალი ცხელი ხაზი, 3 ცხრიანი და 3 ცხრიანი სპეციალურად შეარჩიეს, იმიტომ რომ მაშინ იყო აი როტაციული დისკის ძველი ტელეფონი, ხელით რო ტრიალებს და
ფიქსატორთან ერთ-ერთი ყველაზე ახლო ციფრი იყო 9-იანი და ამიტომ შეარჩიეს და დასარიგად ასე ჩამოყალიბდა. დაინერგა ცხელი ხაზის ისტორია მსოფლიოში. სხვათა შორის ეხა გამახსენდა რამდენიმე წლის წინ ერთი ფილმი გამოვიდა ამერიკის სამაშველო სამსახურზე, სადაც მთავარ მაშველს შონ პენი თამაშობს და მთელი ფილმი აგებულია მისი და მისი პარტნიორის ემოციურ მდგომარეობას და გამძლეობას, იმიტომ რომ ისინი უშუალოდ ბრიგადაში მუშაობენ, რისი მნახველები არიან და კონტრასტულად ორი განსხვავებული ადამიანია, ერთი თითქოს ძალიან სტაბილური ნერვების მქონე, მეორე ძალიან ემოციური. აი ამ ფაქტორიდან გამომდინარე, თქვენი ოპერატორებისთვის მთავარი სწავლება რა არის? ნერვებს არ უნდა აყვნენ, თქვათ, არ უნდა განიცადონ დამრეკი ადამიანის მდგომარეობა, თუ მთავარი რა არის, რითაც ეს სტაბილურობა უნდა გამოიმუშაონ, იმიტომ რომ დღეში 200 არის პასუხი, ეს პატარა ამბავი არ არის. კი ბატონო. მთელი ამ სწავლების პროცესში, რა თქმა უნდა, რთულია. ყავდნენ თანამშრომლები, რომლებიც მაგალითად ემოციურად ვერ გაუძლეს და წავიდნენ, მაგრამ ყავს თანამშრომლები, რომლებიც სრული мотиваციით წლებია ემსახურებიან 112-ს, იმიტომ რომ მათი მთელი мотиваცია არის, რომ გმირულად ემსახურებიან უცნობ ადამიანებს. და არიან მათი გადარჩენის ერთ-ერთი ამ პროცესში არიან პირდაპირ ჩართულნი. რაც შეეხება მთავარი არის ერთ-ერთი არის კონცენტრაცია, სწრაფი ანალიზის უნარი და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური მზაობა, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ცოტა ცივი გონებით უნდა შეხედო საკითხებს, ვინაიდან მოახდინოს სწრაფად რეაგირება საკითხის. ხო, იმიტომ რომ აღელვებული ადამიანი რო რეკავს, ეს რაღაც ერთ ფორმაში უნდა მოაქციო და ინფორმაცია გამოიტანო, ხო? და ფსიქოლოგიური მზაობა ოპერატორს სჭირდება, თუ ოპერატორმა უნდა ისწავლოს მოქალაქისთვის? ოპერატორმა უნდა ისწავლოს საქმისთვის, ზარის მართვისთვის, სწორად მართვისთვის. აჰა. იმიტომ რომ ეს მდგრადობა მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ხშირად არის, მაგალითად მოქალაქის შეურაცხყოფასაც კი აყენებს ოპერატორს. ამიტომ აქ მაინც იმ სტანდარტით უნდა, დადგენილი სტანდარტით უნდა იმოქმედოს და მიმღებლობის მაღალი დონე უნდა ჰქონდეს და თან ამავდროულად შედის იმ მდგომარეობაში, რომ იცის, რომ ის აღელვებულია, მაგრამ თვითონ მაინც ესეთი რაღაცა ნაკლები ემოციით აგრძელებს მუშაობას. ნაკლები ემოციით და მაღალი პროფესიონალური კუთხით, ხო? დიახ. საინტერესოა, ძალიან სერიოზული სისტემა გაბარიათ ხელში, როგორც უსაფრთხოების მართვის ცენტრის ადმინისტრაციის უფროს და მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოწვევები იქნება დაძლეული. და თქვენ გაქვთ ძალიან კარგი კამპანიები სკოლებში, რომელიც საზოგადოებას ამზადებს, რომ ეს არამიზნობრივი ზალები დაიკლოს, რაც არის მთავარი გამოწვევა პრინციპში, ხო? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ეს ცნობიერების ამაღლება მოვახდინოთ და ეს ფოკუს ჯგუფები ყო სპეციალურად შერჩეული. ამ ეტაპზე პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვები, სკოლის მოწაფეები, განათლების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ პროექტს პროფესია პოლიციელი და საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. ჩვენც მუდმივად 112 დამოუკიდებლადაც მუდმივად ცდილობს ვღებულობთ სკოლებს, ვათვალიერებთ ნახულობენ ცენტრს, როგორ მუშაობს ოპერატორი და საკმაოდ ინტერაქციული შეხვედრებია, არის თემატური გამოცნობა მაგალითად საგზაო უსაფრთხოებაზე, როდის უნდა დარეკო 112-ში, როდის არ უნდა დარეკო, როგორ უნდა ვესაუბროთ და ასე შემდეგ. და ისე ჭკვიანურ კითხვებს ვამენ, რომ გაუცებასაც სასიამოვნო გაუცებასაც კი იწვევენ. ჭკვიანური კითხვები ბავშვებს ახასიათებთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ლაშა ჩახავა გახდათ ჩვენი სტუმარი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ადმინისტრაციის უფროსი. მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ნაწილობრივ ვეცადეთ, რომ სხვა მხრიდან და შიდა მხრიდან დაგვენახა 112-ის სისტემური მუშაობის და ოპერატორების მუშაობის ის მხარე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ჩვენ მხოლოდ ხმა გვესმის მათი და მათი ცენტრალური სიტყვები ერთი-ერთი გისმენთ. მადლობა. დიდი მადლობა. დარჩით რადიო იმედზე FM 105 და 9-ზე რადიო იმედის საინტერესო საინფორმაციო ბადე გრძელდება. პირველ საათსა და 10 წუთზე ჩვენი გადაცემა დროში მოგზაურობა შემოგიერთდება ეთერში და ვისაუბრებთ ქართული ანიმაციის ისტორიაზე. დროებით.